მოსაყვარელო ხალხო. შემოძმებო, დებო, შვილებო. თანამებრძოლებო. პირველად ჩემს ცხოვრებაში სიტყვებს ვერ ბოულობ. სიტყვებს ვერ ბოულობ, როგორ მოგეფეროთ, როგორ მოგესიყვარულოთ, როგორ გამოვხატოთ ჩემი ამჟამინდელი გზნობა არ ვიცი. დამონჯებული ვარ სიხარულისგან, თქვენი დანახვისგან, საქართველოს დანახვისგან. თავის იზმარში მგონია. ამდენი ხანია მეგობრებო. არ შემივლია თვალი საქართველოსთვის, თქვენთვის. ვიყავით ანჯვარში, ბრძოლაში, გაძევებული სამშობლოდან, მაგრამ ჩემი ფიქრი, ჩემი აზრი ყოველდღე თქვენთან იყო. ყოველდღე თქვენთან ვიყავი უხილავად, მეგობრებო. ერთი წუთი არ მიფიქრია სხვა რამეზე. თქვენს გარდა, ჩემი საქართველოს გარდა, ჩემი ქვეყნის გარდა. არაფერზე არ მიფიქრია, მეგობრებო. ეს მეორე წელი მიდის, მეორე წელი სრულდება, რაც მე მომწყვიტეს საქართველოს. მაგრამ ვერ მომწყვიტეს, ხო ხედავთ, ვერ მომწყვიტეს. არც არის ძალა, რომელიც საქართველოს დააჩოქებს. არ არის ასეთი ძალა დედამიწის ზურგზე, ვინაიდან ქართველი ერის შეგნება არის უმაღლესი, ქართველი ერის ძალისხმევა არის უდიდესი. ვერაფერს დაგვაკლებენ, მეგობრებო, ვერაფერს. თავიანთ თავს დააკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს და უკვე დააკლეს. უკვე დააკლეს. მეგობრებო, უმძიმესი ჟამი დაგვიდგა. გაპარტახებულია საქართველო, განადგურებულია საქართველო. ამ ჩინგისხანების, ამ ჯალალედინების, ამ თემურლენგების მიერ. ასეთი ყოფილა ჩვენი ისტორიული ბედი. ტანჯვა, ბრძოლა, გლოვა, მაგრამ ბოლოს მაინც გამარჯვება. მრავალჯერ ვარეთ რემლი, მრავალჯერ. ეხლაც მეტირება, განა არ მეტირება, როდესაც უყურებ აი ამ სახეებს. განა არ მეტირება, განა ჩვენ ყველას არ მეტირება, ეხლა მეგობრებო. არაერთხელ მიუსამძიმრე. ეხლაც მოხსვიტრი აი ამათი ხსოვნის წინაშე. მთელი საქართველოს დაღუპული შვილების ხსოვნის წინაშე. ისინი შეეწირენ საქართველოს, მეგობრებო, ისინი შეეწირენ ღვთის საქმეს. ღვთის უდიდეს საქმეს შეეწირენ ისინი. და საუკუნოდ კურთხეული იქნება მათი ხსენება. და იმას გავიმეორებ, რომ ჩვენი გზა, ჩვენი ისტორიული გზა მუდამ ასეთი იყო. არაფერი ახალი დღეს არ ხდება, ასე იყო საუკუნეების განმავლობაში. ვინაიდან კარგია მუდამ მტრიანი ქართული ხალხური ანდაზა, მეგობრებო, და ქართველი ერიც იმიტომ არის ესოდენ მტრიანი, ცუდას რათ უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი. ამიტომ ვართ
ყოველის მხრივ წრეებით და ყალყორნებით გარემოცული, მაგრამ ისტორიაში როგორც გავარღვიეთ ყველა რკალი, როგორც დავავარცეთ ყველა ბარბაროსები, კაციჭამიები, დღესაც ისეთ დავამარცხებთ კაციჭამიებს. კაციჭამია ხუნტა სულს ღაფავს თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის და დროზე მოეგონ გონს, ვინც გააწირა საკუთარი ერი, ვინც ძმა-ძმას გადაჰკიდა, ვინც ძმის სისხლში შეისვარა ხელები, დროზე შეინანონ, დროზე მოინანიონ ღვთის წინაშე და თუ უფალი შეუნდობს, მაშინ ჩვენც შეუნდობთ. თუ საქმით მოინანიებენ, თუ საქმით შეინანიებენ, თუ დაინახავენ, რა დაატრიალეს საქართველოში, რა დღეში ჩააგდეს საქართველო, თუ აეხილებათ ის დაბნელებული თვალები, ის დაბრმავებული თვალები თუ აეხილებათ, დაინახონ და ისიც დაინახონ, რომ მათ საქართველო ვერ დააჩოქეს, სამეგრელო ვერ დააჩოქეს და ვერ დააჩოქეს. მეგობრებო, ერმა როდესაც უპატრონოდ დაიგულა ჩვენი მამული, ვერაგულად შემოგვესია. მას ეგონა, რომ ამ კაციჭამიებზე გაბოროტებული ხალხი, გამწარებული ხალხი მას წინ აღუდგებოდა. შემოგვესია ვერაგულად. ჟლეთს ჩვენს თანამოძმეებს, არნახული ბარბაროსობით, არაადამიანობით ანცვიფრებს თელს სოფლიოს. ის მტერი წაქეზებულია კიდევ უფრო დიდი მტრის მიერ, მაგრამ ორივე დამარცხდება, გჯეროდეთ, ორივე დამარცხდება საქართველოს ბრძოლაში. ჩვენ არ დაუშვებთ ჩვენი დების და ძმების ჟლეტას. ჩვენ არ დაუშვებთ ჩვენი დების და ძმების სისხლის ვრას. ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ იმას, ვისაც გონია, რომ საქართველო უპატრონოა. არ არის საქართველო უპატრონო. არ არის. ამაოდ გონიათ ყალყორნებო. ამაოდ გონიათ, რომ საქართველო უპატრონოა, საქართველოს ყავს პატრონი და მალე დაინახავენ ისინი იმ პატრონის ძალას. მეგობრებო, ჩვენ არ გვინდოდა სისხლის ვრა. ჩვენ არ გვინდოდა მოძმე ხალხის სისხლში ხელების გასვრა. აბა გაიხსენეთ 1989 წლის 27 ივლისი, როდესაც მე აი აქ ვიდექი სწორედ ამ ადგილზე, სწორედ აი ეს მიკროფონი მეჭირა, თქვენც აქ ბრძანდებოდით აღელვებული, როდესაც აბსუებმა სოხუმში ქართველების სისხლი დაღვარეს პირველად. მე მაშინ ჩამოვედი, აღელვებული ხალხი დავაწყნარე, მოგიწოდეთ სიმშვიდისაკენ, მოუწოდე მათ, რომ გონს მოგებულიყვნენ. მაგრამ ვაი რომ არ მოქმედებს მათზე ადამიანური სიტყვა, არ მოქმედებს მათზე შეგონება, რა გაეწყობა? ჩვენ უნდა დავდგეთ, ჩვენ მოძმეთა დასაცავად და მტკიცეთ უნდა დავდგეთ. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად,
საქართველოს დასაცავად, ქართული მიწის დასაცავად. ნურავის გონია რომ უპატრონო საქართველოს გავერანებს და მის მიწას მიითვისებს. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მოლაპარაკება. არაერთხელ შევთავაზეთ შერიგება. ეხლაც თავაზობ. თუ შეგრჩენიათ გონება, თუ შეგრჩენიათ ელემენტარული კეთილი განსჯა, გონს მოეგეთ. დაანებეთ თავი ამ სამხედრო ავანტიურას საქართველოს წინააღმდეგ. ქართულ მიწას თქვენ არავინ დაგითმობთ. შევრიგდეთ. თუ თქვენ თუ ელემენტარული კეთილგონიერება გააჩნიათ, შეწყვიტონ ეს ომი და გამოგვიწოდონ შერიგების ხელი. მე შევთავაზე მათ, არა ერთხელ შოთაშორის, ჩვენი მეგობრების, ჩეჩნების მეოხებითაც, მათი შუამავლობითაც არაერთხელ გამოვაცხადოთ ეროვნული შერიგება. დავამთავროთ ეს მათამკვლელი ომი. მაგრამ ის ავანტიურისტები, რომლებიც მათ სათავეში უდგანან, არც ხრებიან ვინაიდან მათ არ სურს მშვიდობა. ჩვენ კი გსურს მშვიდობა. ჩვენ გსურს უმკურნალოთ ჩვენს დაწნულებულ მრავალტანჯულ ქვეყანას. მაგრამ ნურას უკაცრავად. დიდი ვაჟასი არ იყოს, სამშობლოს არ ვისწავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაღრით, კუთხარსაც კი გაეცინება. მეგობრებო, ალბათ ეს გუშინდელი სამხედროა რა. საქართველოს დალოცული ყოფილოს, ურთხეული იყოს თქვენი ფეხი, საქართველოს გამთლიანებისათვის ჩვენი ზამთრანება საქართველოს ქართველი სასარგებლო ყოფილოს საუბრობ გასწორებ შედებიან და ღმერთი იყოს თქვენი შესაძლებელი საქართველოს შესაძლებელი ბიშოპელი იყოს თქვენი შესაძლებელი წმინდა გიორგი იყოს თქვენი შესაძლებელი წმინდა ბარბარე იყოს თქვენი შესაძლებელი მიქელ განაბი თორანგელი იყოს თქვენი მაგალითად საქართველოს წმინდა კოზმა წმინდა დამიან ყოფილოს საქართველოს თიანად უნარ და ღმერთმა დალოცოს დალოცული ყოფილოს თქვენი ჩამოსანება საქართველოს კილოცავ დღევანდელ ბერძნებს დალოცული ყოფილოს თიანად საქართველოს დალოცული ყოფილოს ვინც დაუყურების ოჯახები ვინც ჩვენ გვაგიათ საქართველოს ზაგია მოისონოს პალმა ღმერთმა სასწაულს და უნდადას და მარადის და უგუნდუმისამ და თქვენ საუბრობთ გისურვებთ ჯანმრთელობას გერეთ ღმერთი იყოს თქვენში და საქართველოს შესაძლებელი ღმერთმა დალოცული ყოფილოს დალოცული ყოფილოს დალოცული ყოფილოს არის ისევ ეს ადეთ პროექტიდან საქართველოს და შემდეგ ეს დაპირება მქონდა რომ თქვენი ხელით აგენტოთ ეს სანტები აკაური სანტებია სანტები და საუბრობთ გასხმობ შედევიან მერტოს თქვენიდან საქართველოს ვერტმა დალოცული ყოფილიყავით საუბრობით გასხმობ შედევიან ზეალევად მერტოს თქვენში და საქართველოს და ულოცავ საქართველოს
კანონიერი ღირსეული კანონია არჩეული პრეზიდენტის ჩამომტანებას თქვენ დალოცილი ყოფილიყავთ მაგის გვერდის ყოფის სიმართლის მებრძოლები სიგეთით გევლონ მერტი იყოს თქვენი შემზადა საქართველოს შემზადა ფარველი მერტმა დაგილოცონ გაგაძიონ გაგამრავონ საქართველოში ყოფილიყოს მშვიდობა ამ ეკლესიიდან წმინდა მადლი გადმოსულოს თქვენს ოჯახებში თქვენს ოჯახებში თქვენ საქართველოში და ხაზეთში ყოფილიყოს მშვიდობა მიგველოსოს ის ბედნიერი დღე რომელიც ჰაერი უჭირდება საქართველოს მერტმა დაგილოცონ გაგაძიონ გაცხოვრო მშვიდობიან თავისუფლად დაწნარები დამშვიდებული საქართველოში ჩვენთან მერტი არ დაიღოს ამით მერტმა დაგილოცონ თავისუფლად დავარწმუნეთ თქვენი მხარეები ვინცახართ იმათი წარმოადგენლები ჩვენი სათავართ ამისთვის და გავაერთიანოთ ყველაფერი და ერთიანი ყველანაირი რესურსი როგორც ტექნიკური ასევე ყველაფერი ერთად უნდა გაერთიანდეს და უნდა წავიდეს ერთად მოქმედება. თქვენ ხო იცით რომ ავღანეთის ომი 10-11 წელიწადი რატო გაგრძელდა? იმიტომ რომ იქ იბრძოდნენ სხვადასხვა დაჯგუფებები რომელსაც ერთმანეთში ჰქონდათ ჭკუები. აი ეს იყო ძირითადი. და არ ჰქონდათ ერთიანი ფრონტი, არ ჰქონდათ ერთიანი ხელმძღვანელი. იქ ყველა ხელმძღვანელი იყო, ყველა თავისი ჯგუფი ეკუთვნოდა და ეს გაგრძელდა. უბედრობა ისაა ბატონო რომ მართლაც არის სასარგებლო დაჯგუფებები, რომელიც არ ემორჩილებიან ახლა ეს გუჯარი ხელმძღვანელს შეხავს და ნუ არ ემორჩილებიან, ასე არ შეიძლება გაერთიანდეს უნდა და ყველაზე ერთნაირი ბრძანება უნდა აიღოს. ყველაზე ერთნაირი ბრძანება და ყველას ევალება რომ საქართველოს დაეცვალა და ასე ამბიციით უნდა გავიქცე. ძალიან გასასული არის პატრონაჟია სტრუქტურული. ხო. ძალიან. აი ეგ ამთავრად. სხვადასხვა სახელმწიფოებიც ძალიან ჩამოსული რამოდენიმე 50 მეორე აგრაციული. ერთ სტრუქტურაში უნდა იყოს შეყვანილი მე ვიქნება. ეს სტრუქტურაში ერთიანი ეროვნული არმიის სტრუქტურაში უნდა გაერთიანდეს ყველა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ აქვს. აი ეს უხობის დაგება ამის შედეგია. და შევარდნი გაღებოს. ნუ ეს პირველი სკოლისა ამის კეთება მაგან მოაწერა ხელი პირდაპირ სოხუმის ჩაბარებას ახლა აი მითხარით ვინმე არა ვარ ამაში სწორი აბა მოაწერა ხელი თუ არა მაგან რომ ყველა შეიარაღებული ძალა ქართული გამოყვანილი იყოს სოხუმში მოაწერა ამას ხელი ხო მოაწერა თუ არა ხელი რომ მთელი ტექნიკა გაყვანილი ყოფილიყო აფხაზეთიდან ხო მოაწერა თუ არა ხელი რომ არძება დაბრუნებულიყო სოხუმში მოაწერა ეკითხები ეხლა რას ყვირის, რაზეც მაგან ხელი მოაწერა ის შესრულდა და მორჩა. და დახოცა სხვა საბრალეს ხო და იძახის რომ აი ესენი ოჩამცირის ფრონტი არ მომეხმარაო არ შემოვიდენო დროზეო და ესე იგი ესენი მოღალატეები არიან. ინფორმაციას არ აქვს ამის. თვითონ არის მოღალატე, მაგრამ ჩააბარა სოხუმი და ეხლა მაგას არ მივცემ ჩვენ საშუალებას რომ ჩააბაროს ეხლა ოჩამცირის რაიონი. მაგას არ მისნებას არ მივცემ და იმასაც დავებრუნებ. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით. აი გეუბნებით მე. მე არ მოშორდები აქ ესე იგი სულად ვიქნები ეხლა და ჩემზე არ ვცელებდი ეხლა წორებს იძახის რომ არ წახვიდეთო არიომოთ აფხაზეთში. მე ჩემი ხალხი არ არის რამოდენად ძალები შემოვიდნენ. ხოდა ისევ არა და იძახის რომ წავიდეთ თბილისი ავიღო. ტელევიზია კიდე მოღალატე ხო ტელევიზია ისე აფხაზეთ თბილისი რა თქმა ხო რა თვინა ხო თუ აფხაზეთში ხო და აი რუსა აურე მარიციან ჩამჭირია ვარები დაასახელა დაასახელა ჭუმბარიო ეს ქობალიაო ხო აი ეს არის რომ მარტო ქობალია კი არა ჭუმბურიზე ყურაშვილი დაასახელა ისინი არ შემოვიდნენ და იმითომ ისე არ შემოვიდნენ ჭუმბურიზე მოსიკათი დაეხოცა როგორც შევიდობა ჭუმბურიზე დაასახელა ყურაშვილი და კიდევ აი დაასახელა მთელი ძალები ყავს მაგას სამტრედიაში და ფოთში მთელი ტექნიკა მთელი ყველაფერი იქ აყავს და დავიცვათ უკვე ქუთაისი დავიცვათ ვინ ესმის ვინ რა გვინდა ჩვენ ახლა საუნა ბაზარო არის ბატონო ფოთში ხო არის გამლაგებული კი არ მოდია მე როგორც კი ჩამოვედი ზუგდიდში პირველ დღესვე მოვიდა ის მეთაურის შავნაბადას ბატალიონის და ისე კომენდანტი და აიო ეხლავე წავალთო ეკავა მაშინ ბატონო მოგახსენეთ აგერ გუშინ წინ მე ვიყავი როცა შედახმებული მქონდა წავიდი სამტრედიაში და იქ უნდა დაეყოლებინათ 600 კაცი
და უნდა გამოყოლიყო და უნდა წამოსულიყო. კაცისული არა და ღამე გაბრუნდი გვიან ღამე მარტო ჩარეო როგორც ჩავიდი ჩარეო გამოყოლიყო. იმიტომ რომ მაგას უნდა რომ საერთოდ ჩააბაროს აფხაზეთი. ამას აკეთებს შეგნებულად რომ ჩააბაროს აფხაზეთი. როგორც სოხუმში გაგრაში რა გააკეთეს? გაგრაში იგივე არის. 25 გაგრის ჩაბარების დღეს ჩაბარდა სოხუმი. იმიტომ რომ კაცო აგერ გახსნილია რუსეთის საზღვარი ზურგი ღია, ესე იგი აფხაზების მთელი ზურგი არის რუსეთი. ამოდენა ზურგი გაუხსნა აფხაზებს ამ გაგრის ჩაბარებას. სოხუმი იმ დღეს იყო ჩაბარებული. ვიღერს რამე გამჩენი მოსახლეობას მოაყვა სათავეში ამ ხელმოწერით და ყველა შეიგუნა რომ დამკარგა მშვიდობა დამყარდა ყველა ჩავიდა. სტუდენტები ყველა ჩავიდა სოხუმში ყველა და ხაფანში გააბა ხალხი. ეს სპეციალურად გააკეთა რომ დადგუნოს და გახედვას არ მომოდეს ხალხს იქ. ეს სპეციალური. ეხო სანამ ყველას არ გავიყვან ნატავალო, ესე იგი ყველა ქართველი უნდა გაიყვანოს იმ აფხაზეთი. ეს ყველა მაგის მიზანი. უკვე თბილისში. უკვე თბილისშია რა. გამოაცხადა. ოდა ახლა ზეიმი იქნება თბილისში რომ აი დაგვიბრუნდა მე თავური გმირი ეროვნული გმირი. და ჩააბარა და გმირი გახდა. მოკლედ ამაზე უნდა შევთანხმდეთ ბიჭო. ხო. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ერთიანი შტაბი, ერთიანი მოქმედება, ერთიანი გეგმა. Vano da dano. Ednieri var დღეს. Ednieri. რომ ამდენი ხნის შემდეგ ხედავ თქვენ და თქვენთან ვარ ისე. აქ ამ მოედანზე არაერთხელ ჩამიტარებია მიტინგი თქვენ ყველას გახსოვთ. მაშინ სხვა პრობლემები გვაყოლებდა, მაგრამ მაინც ერთი უმთავრესი პრობლემა იყო მაინც საქართველოს დამოუკიდებლობა და ბედნიერება. დღეს როგორც არასოდეს უჭირს საქართველოს და საფრთხე ემუქრება მის დამოუკიდებლობას, ვინაიდან მოღალატურმა ხუნტამ განდევნა კანონიერი ხელისუფლება, ხელთიგდო სადავეები ხელისუფლებისა და დაქცევის პირას მიიყვანა საქართველოს. და მაინც ხუნტის ყველაზე უდიდესი დანაშაული ის არის, რისთვისაც მას განსჯის ისტორია და ქართველი ერი, რომ ჩვენი ძირძველი კუთხე აფხაზეთი, საქართველოს და კოლხეთის განუყოფელი ნაწილი დღეს იკარგება კომუნისტური ხუნტის მოღალატური დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად. მეგობრებო, გუშინ ხუნტამ და რუსეთის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ სოხუმი საბოლოოდ დაიკარგა, რომ საქართველომ დაიჩოქა და ქართულმა მოსახლეობამ უნდა დასტოვოს ვითომდაც აფხაზეთი. ეს სიცრუეა, სოხუმი არ დაკარგულა. არ დაკარგულა და არც დაიკარგება და ხუნტა დაიკარგება.
ეს არის მოდივარ მეგობრებო წინა ხაზიდან მე შემოვიარე მთლიანად ფრონტი და არის ძალიან კარგი მდგომარეობა და არის ბევრი ისეთი ფაქტორი რომელიც მოგვიტანს წარმატებებს მე მინდა დეტალურად გესაუბროთ მე მინდა დავიწყო თავიდან საქართველოში ჩემი ჩამოსვლის პირველივე დღიდან მართალია დაგვიანდა ეს ჩამოსვლა მეგობრებო ალბათ თქვენ ყველას გაინტერესებთ რატომ დაგვიანდა იმიტომ რომ მე მქონდა უამრავი დაბრკოლებები და ვერ ვახერხებდი ფიზიკურად ვერ გავახერხებდი გამოღწევას იმ ქვეყნიდან რომელიც აგრეთვე თვითონ არის ბლოკადაში მოქცეული მაგრამ ბოლოს მაინც მივაღწიე მოვახერხე და დღეს თქვენთანა ვარ მეგობრებო პირველივე მიტინგიდან რომელიც ჩავატარე ზუგდიდში მე მოუწოდებ ხალხს მე მოუწოდებ ქართველებს არ დათმონ აფხაზეთის ძირძველი კუთხე არ დათმონ მამაპაპათა საფლავები გაერთიანდნენ კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალების გარშემო და ერთიანი ძალისხმევით გავიბრუნოთ ის რასაც გვაქმევენ მოღალატენი ჩვენი სამშობლოს დამყიდველები, ჩვენი სამშობლოს მწერებთან ალიანსში მყოფი მოღალატეები. მეგობრებო, ხუნტა ესავს პანიკას. იგი ცდილობს ჭორებით, ათასგვარი სრუხმების გავრცელებით დაამახინჯოს ჩემი პოზიცია აფხაზეთის მიმართ დაამახინჯოს კანონიერი ხელისუფლების პოზიცია მიუხედავად იმისა რომ მე პირველსავე მიტინგზე მოუწოდე მთელ სამეგრელოს და მთელ საქართველოს რომ დავიცვათ აფხაზეთი და გადავისროლე ძალზე მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალები ოჩამჩირის ფრონტზე რომლებიც მალე გაარღვევენ კოდორზე გადავლენ და სოხუმში შევლენ მალე მიუხედავად ყოველივე ამისა ხუნტა ურცხვად ავრცელებს შორს ვითომ მე წინააღმდეგი ვარ აფხაზეთში ომისა და მოვითხოვ ვითომდაც ჯერ თბილისის აღებას თბილისი უკვე აღებულია თბილისი ჩვენია აფხაზეთის ფრონტი გავამაგროთ, განვამტკიცოთ და გავარღვიოთ სადაც საჭიროა და ავიღოთ მთლიანად ინიციატივა მთელი ფრონტის გაყოლებაზე. აი ამ მიზნით ვარ მე ჩამოსული და ეხლა ბატონი ვახტანგ ქობალია იქ იმყოფება, ბატონი გურამ ლაკია, შესანიშნავი სამხედრო სპეციალისტი და სტრატეგი, იქ იმყოფება ჩვენი შტაბის უფროსი და მალე ეს შტაბი დაიქვემდებარებს ყველა შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის უკანონო ხელისუფლების შეიარაღებულ ძალებსაც. უნდა მოგახსენოთ და ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა, რომ მართალია უკანონო ხელისუფლების ჯარში მსახურობენ, მაგრამ იქ მრავალი კარგი ქართველი აღმოჩნდა, მრავალი პატრიოტი, რომელიც ჩვენ ამოგვიდგება მხარში და რომელიც არ დაემორჩილა ხუნტის განებას. არ ემორჩილება. მოღალატე შევარდნაძემ მოუწოდა ქართულ შეიარაღებულ ძალებს რომ დასტოვონ აფხაზეთი, დასტოვონ სოხუმი, დასტოვონ ოჩამჩირე და მოუწოდა ქართულ მოსახლეობას რომ დასტოვოს. აკაურება ვერ იღწება, ვერასოდეს თავის სიცოცხლეში ამა, ვერასოდეს ვერ იღწება. მაინც მიაღწია გარკვეულ წარმატებებს იმ მხრივ, რომ სოჭის მოღალატური კაპიტულანტური ხელშეკრულების დადების შემდეგ, როდესაც მან ხელი მოაწერა აფხაზეთიდან ქართველების გაძევებაზე, არდინბას უკანონო ხელისუფლების სოხუმში შემოყვანაზე და რომელიც ეს ხელშეკრულება დღეს ხორციელდება, აი ეს არის უდიდესი უბედურება საქართველოში და ჩვენ არ დავუშვებთ ამ მოღალატური კაპიტულანტური ხელშეკრულების გახორციელებას.
მთელი საქართველოს ფეხზე დადგება და ხუნდა ჩაქოლავს და აფხაზებს დაიბრუნებს. ვერ მოესწრებიან გენშერებთან გარიგების შესრულებას, რომლის ძალითაც რუსეთის ჯარი გერმანიიდან გამოყვანილი უნდა დასახლდეს სოხუმში, უნდა დასახლდეს შავი ზღვის სანაპიროზე და ქართველები აქედან უნდა გააძევონ. ამას ვერ ეგისებიან ვერასოდეს, ვერ მოესწრებიან. აი ამ მიზნით წამოიწყეს ეს პროვოკაციული ომი, მოუმზადებლად ყოველგვარი შემზადების გარეშე, ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე, ყოველგვარი გეგმის გარეშე, ყოველგვარი მომარაგების გარეშე. გაშლით ეს უამრავი ქართველი, გაანადგურეს ჩვენი გენოფონდი და მიზანი კი თურმე ის ყოფილა, რომ ბოლოს აფხაზეთი უნდა დაეთმოთ და იქ შემოეყვანათ ჯარი, რომელიც გამოდის გერმანიიდან და იქ დაესახლებინათ. აი რა ყოფილა მიზანი თურმე მეგობრებო. აი ამისთვის იბრძვის ეს მოღალატე, მაგრამ ვერ ეკირსება. თავისი თვალით ამას ვერ დაინახავს ვერც ეგ და ვერც ვისი სხვა მოღალატენი, რომლებიც დღეს შხამს ანთხოვენ აი მოწამლული ტელევიზიიდან და ათასგვარ სიცრუეს და სიბილტას აღწელებენ. ისინი პასუხს აგებენ ერის წინაშე და კანონის წინაშე უახლოეს ხანში. მეგობრებო, მათმა ბინძურმა აგიტაციამ გამოიღო ძალზე ცუდი შედეგები. ოჩამჭირეში ქართველობას ტოვებს თავის მშობლიურ სახლებს. ეს ყოველად დაუშვებელია, არაფერი პანიკისათვის არ არსებობს საფუძველი, მით უმეტეს გალში. მე მოგიწოდებთ, არავითარი პანიკა არ უნდა იყოს, არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ძირძველი კუთხე, ჩვენ უნდა დავირაზმოთ უახლოეს ხანში. მე გამოვაცხადებ საყოველთაო მობილიზაციას მთელ საქართველოში და ყველგან შევხვდი სამობილიზაციო შტაბებს. სამობილიზაციო შტაბი. ვაფრთხილებ ახალ უკანონო ხელისუფლებას. თუ რაიმე დაბრძოლება იქნება, კატასტროფულ შედეგებს მოგიტანს. ასე რომ მეგობრებო, ამოგვისკეთ ხალხში, ყველას ხო მთელი რაიონის მოსახლეობას, ქალაქის მოსახლეობას უნდა მოხდეს ერთი რამ. მე ვიცი, რომ აქ გარდა იმისა, რომ არის ჩვენი ბატალიონი, არის სამურზაყანოს ჯგუფი, რომელიც აგრეთვე კარგად იბრძვის დღეს იქ. მოსახლეობაში აუცილებლად თავშემონახულ კარგ ვაჟკაცებს აუცილებლად ეკნებათ იარაღი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქნება სახალხო ლაშქარი, ამ ლაშქარში უნდა შემოვიდეს ყველა, ვინც თავისას ქართველად თვლის და ვინც კაცად თვლის. ყველა უნდა შემოვიდეს ამ ლაშქარში. ასე რომ მეგობრებო, ამოგვისკეთ ხალხში, ყველას ხო მთელი რაიონის მოსახლეობას, ქალაქის მოსახლეობას უნდა მოხდეს ერთი რამ. მე ვიცი, რომ აქ გარდა იმისა, რომ არის ჩვენი ბატალიონი, არის სამურზაყანოს ჯგუფი, რომელიც აგრეთვე კარგად იბრძვის დღეს იქ. მოსახლეობაში აუცილებლად თავშემონახულ კარგ ვაჟკაცებს აუცილებლად ეკნებათ იარაღი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქნება სახალხო ლაშქარი, ამ ლაშქარში უნდა შემოვიდეს ყველა, ვინც თავისას ქართველად თვლის და ვინც კაცად თვლის. ყველა უნდა შემოვიდეს ამ ლაშქარში. და სასურველია, რომ მოხვიდეთ ჩვენივე იარაღით. ჩვენი იარაღს კიდევ ვიშოვით, მაგრამ გჭირდება. ჩვენივე იარაღით მოდით ჩაეწერეთ ლაშქარში, რომელიც დადგება საქართველოს სადარაჯოზე, დადგება ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე, დადგება ჩვენი მშვენიერი კუთხის სადარაჯოზე და ამ ბრძოლას გამარჯვებით მიიყვანს ჩვენი ძლევამოსილი მხედრობის მეთაურები. გაუმარჯოს ჩვენ ბრძოლას აფხაზეთის და საქართველოს გადასარჩენად, გაუმარჯოს ერთიან ძლიერ დამოუკიდებელ საქართველოს.
ჩავიერთებთ ამ შენობაში სპონდენტების ორგანიზაციაში. ეხლა დროებით დაგემშვიდობებით მეგობრებო, ვინაიდან დიდი საქმეები მაქვს უახლოეს ხანში, ალბათ დაახლოებით ერთ კვირაში გალში ჩატარდება უდიდესი მიტინგი მთელი რაიონის და შეიძლება მთელი აფხაზეთის რეგიონის მონაწილეობით და სამეგრელოს რეგიონის მონაწილეობით. ასე რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და თუ ვიქნებით ერთიანი, ჩვენ ვერავინ ვერ დაგვამარცხებს. მედიერად იყავით, კარგად იყავით.